აჭარაში ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ახალი ორგანიზაცია იმუშავებს. ორგანიზაციას სასტუმროები, კაფეები და რესტორნები ტურიზმის სფეროში მომუშავე დაწესებულებებს სურვილისამებრ გააერთიანებს და მთავრობასთან შუამავლის როლს შეასრულებს. ორგანიზაცია სასტუმროების და კვების ობიექტებში დასაქმებულებს გადაამზადებს დაწესებულებებს, ასევე დაეხმარება მომსახურების გაუმჯობესებაში. ორგანიზაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე დღეს აჭარაში მოქმედი სასტუმროებისა და კვების ობიექტების მენეჯერებს შეხვდა და მათ ორგანიზაციის მუშაობის პრინციპები გააცნო. დაისახა უკვე რამდენწლიანი გეგმა, ამ გეგმის მიხედვით იქნება უკვე მუშაობა განხორციელებული, ის პრობლემები რაც იქნება ინდივიდუალურად შემოვა ფედერაციაში, ხოლო შემდეგ იქნება განხილვა ინდივიდუალურად და აი ამ კონსენსუსი შედგება და ამის შედეგად იქნება ამა თუ იმ საკითხის უკვე სერიოზულად განხილვა, იგივე საგადასახადო სისტემის, იგივე სურსათზე უზრუნველყოფის საკითხები, რომ ძალიან ხშირად პრობლემატურია და თითქმის ძალიან ბევრ ობიექტს აქვს დარღვევა და ეს დარღვევების უნდა აღმოიფხვრას. ჩვენ ვიქნებით ფაქტურად ამათი ელჩები მთავრობასთან ურთიერთობაში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ. ჩვენ თავაზობთ მათ გადამზადებას, თავაზობთ დახმარებას რაღაც უბრალოდ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, სად ერთი ადამიანი რომ მუშაობს რაღაც საკითხის გადასაწყვეტად, თუნდაც მნიშვნელოვანი და სად ამაზე რომ მუშაობს 1000 ორგანიზაცია. ჩვენი სასტუმრო და რესტორანი გაწევრიანდება აღნიშნულ ორგანიზაციაში. ეს კიდევ უფრო ხელშეუწყობს როგორც სასტუმრო, ასევე კვების ობიექტების სერვისის დახვეწას.